ახლა უბრალოდ რაღაც მასალებს ვამუშავებდი და მინდოდა რომ ეს პატარა ციტატა თქვენთვის წამეკითხა. ხალხი რომელიც თავისუფლების შელახვას დუმილით პასუხობს ამ გულგრილობით თავს დასაღუპად წირავს ერი რომელიც ნებას აძლევს მეზობელს დაუსჯელოდ მიიწესოს თუნდაც ერთი გოჯი კუთვნილი სამფლობელოსი მის დანარჩენ ნაწილსაც დაკარგავს ვიდრე ბოლოს და ბოლოს საკუთარ იმას აღარაფერი დარჩება და როგორც სახელმწიფო შეწყვეტს არსებობას თუმცა სხვაგვარ ხვედრს ასეთი ერი არც იმსახურებს მე მინდა უბრალოდ თქვენ გკითხოთ როგორ მიდის თქვენი აზრი თქვენი შეფასებით როგორ მიდის ეს ამბები და არ გულისხმობ ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენს რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების 20%-ზე մեզ ამ შემთხვევაში გულისხმობ უფრო მეტად აი ჩვენი სხვა მეზობლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და მხოლოდ ზოგადად კულტურულ ეთნოცენტრიზმსაც შეგვიძლია ამ კონტექსტში შევეხოთ, როდესაც მაგალითად ჩვენს კულტურულ ძეგლებს ჩვენს საჭმელს საჭი ითვისებენ და რაღაც გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით. აი თქვენ როგორ ფიქრობთ რა პრობლემებით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული და რით შეგვიძლია ამის პრევენცია მოახდინოთ მომავალში? მადლობა.